ესე იგი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ქორუმი გვაქვს, აქედან გამომდინარე უფრო ემოცილურად შევუდგეთ მუშაობას. ერთადერთი საკითხი გვაქვს დაჩქარებული წესით იხილება საქართველოს საკრებულოს კოდექსის ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი გახლავთ ბატონი ლაშა ხუთიშვილი. მობრძანეთ გენაცვალე. ვინ არის მომხრე რომ ეს საკითხი დღის ასეთი დავამტკიცოთ? ხო, ხარა გავაკეთოთ ყველაფერი. ერთ საკითხი გვაქვს ხორებს, ჩვენც ერთი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში. ქორუმი გვაქვს. ვინ არის მომხრე? აღნიშნული დღის წესრიგით ვიმუშავოთ. წინააღმდეგი არავინაა. მოხსენებელი ბატონი ლაშა ხუთიშვილი, გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტს. კანონპროექტის მიხედვით ზუსტება, რომ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისა და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელშეკრულების საფონდო ბირჟაზე განთავსებიდან და აქციების განთავსებიდან გამოშვებიდან აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის რეჟიმის ცვლილებებთან დაკავშირებით დანახარჯები მოგების გადასახადის მიზნებისათვის წარმოადგენს ერთობლივ შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებს, როგორც წესი საწარმოო ამგვარ ტრანზაქციებს დაკავშირებით აქ მნიშვნელოვანი დანახარჯები, რაც ძირითადად მოიცავს საბროკერო, იურიდიულ, საბუღალტერო და სხვა მომსახურების ხარჯებს, რომლებიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის ერთობლივ შემოსავლიდან გამოქვიტვის საკითხი საგადასახადო კოდექსის მიხედვით ცალსახად დღესდღეობით არ არის დარეგულირებული. შესაბამისად, ზუსტდება ეს რედაქცია, ასევე კანონპროექტის მიხედვით სამთო კურორტებზე თოვზეს სამოძრაოდ განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის ახალისებით აღნიშნული კურორტის ტურისტული პოტენციალის ზრდის მიზნით აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი და მიწოდება თავისუფლდება დამატებული ღირებულებების გადასახადისგან. მადლობთ. კითხვები ხომ არა გვაქვს? იმპორტი ისედაც არა, ნული მხოლოდ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. იმპორტის დროს და შიდა მიწოდების დროს. დამატებული ღირებულების გადასახადისგან, იმპორტის დროს და შიდა მიწოდების დროს. ანუ DGG როგორც ასეთი შეიძლება იმპორტის დროს დაერიცხოს, შეიძლება შიდო მიწოდების დროს, ანუ ორივე შემთხვევაში განთავისუფლდება DGG-სგან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები. ავტომობილები განთავისუფლებულია რამდენადაც დამატებული ღირებულების გადასახადისგან, რამდენადაც ჩემი ცნობილია, ასე ვთქვათ, მოტოციკლები და ყველა სხვა, მაგალითად თხილამურები, მაგალითად სპეციალური ხომ არა ეს მანქანა დანადგარებთან დაკავშირებით არის ეს არა? ის ინვენტარია და ეს არის ძირითადი საშუალებები, რომელიც გამოიყენება და ანალოგიური ძირითადი საშუალებები მე მგონი ყველა განთავისუფლებულია, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად ამ ეტაპზე თითქმის ყველა განთავისუფლებულია, რამდენიც კანონპროექტი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მოტოციკლების და მსგავსი ტრანსპორტის განთავისუფლებაც იგეგმება კანონპროექტში, ასე რომ მე მგონი სრულად მოიცავს ეს. კი ბატონო. კიდე კითხვა ხომ არ არის? რამე აზრის გამო თქვა წინადადება თქვენ გაქვთ არა? ძანეთ აბა ჩართეთ და. გამარჯობათ, გიორგი შაგიძეს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტიდან. პირველ საკითხთან დაკავშირებით მინდა ერთი კომენტარი გავაკეთო. პირველ რიგში დიდი მადლობა ფინანსთა სამინისტროს და საფინანსო და დარგობრივ კომიტეტებს პარლამენტის, რომ ეს საკითხის განხილვა ხდება, ძალიან მნიშვნელოვანი არის ნამდვილად. ამასთან გარდა იმისა, რომ ვაზუსტებთ, რომ ხარჯების გამოქვიტვა შეიძლებადეს IPO-s დროს, მნიშვნელოვანი იქნება ასევე, რომ დავაზუსტოთ თუ არის შესაძლებელი, რომ ლისტინგის კატეგორიის ცვლილების დროს რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება არ იყოს განხილული როგორც მიწოდება, იმიტომ რომ რეალობაში არაფერი არ იცვლება, აქციონერი რჩება აქციონერად, უბრალოდ ტექნიკური მიზნებიდან გამომდინარე რეგისტრირებული მესაკუთრე იცვლება ერთი ტიპის რეგისტრირებული მესაკუთრიდან მეორეზე და ჩვენ კანონმდებლობამ რომ ეს განიხილოს როგორც რო არ განიხილოს როგორც მიწოდება. მადლობთ. ავტორი რას გეტყვის? ჩვენ შესწავლილი გვაქვს ეს საკითხი და ვიზიარებთ ამ პოზიციას.
მადლობთ. მაშინ კონკრეტულად რედაქცია მე გადაეცით და აი პირველი გასაგებია, IPO-ზე გაიტანეთ და თქვა იქირავეთ ადვოკატი თუ სპეციალისტი რაღაც და ეს თანხა რომ ხარჯებში გავიდეს და ეს მეორეს რას გულისხმობთ? იქნება უფრო იმეთან. რა თქმა უნდა. ანუ ლისტინგის დღევანდელი მიწოდებაში ითვლება და მიწოდებაში ვარ ჩაეთვალოთ ამაზე გადაბადებით. ანუ დღევანდელი, ანუ ლისტინგის კატეგორია როდესაც ითვლება და ეს კომპანიებს ძალიან ხშირად ჭირდებათ. ანუ ბირჟაზე განთავსებული აქციების კატეგორია როდესაც იცვლება ერთი კატეგორიიდან მეორე კატეგორიაზე. გაცრავად? ასეთი კატეგორიის ცვლილების დროს ძალიან ხშირია რომ გამოიცვალოს შუამავალი, რომელიც უზრუნველყოფს აქციების ბირჟაზე მიწოდებას. მაგალითისთვის შეიძლება აი ეს შუამავლის გამოცვლა არსებული კატეგორიით, არსებული საგადასახადო კოდექსით განიხილება როგორც მიწოდება აქციების, როგორც გაყიდვა. მაშინ, როდესაც რეალობაში არაფერი არ იცვლება. კი ბატონო, კითხვები კიდიან აზრის გამოთქვა ხორავის ურს. მაშინ დაუჭიროთ ხარით თუ წაწელან რა გაქვთ. დიდი მადლობა. დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უჭერს. წამყვანი კომიტეტის დასკვნა ფაქტიურად ჩავთვალოთ რომ გვაქვს და წერილობითაც შემოვა. თუ გვაქვს შეკითხვები აზრის გამოთქმა თუ სურს ვინმე საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტიდან არავის თუ გვალასთვის გასაგები, მაშინ დავაყენოთ კენჭისყრას. ვინ არის მომხრე, გადაჭერილი იქნეს აღნიშნული განპროექტი. წინააღმდეგი არავინაა, მიღებულია. ჰერის თომაზე. მადლობა. მოიწურა. ბატონ გელას აუდიო და ვიდეო ჩანაწერი გადავცეთ უფასოდ.